ხვალ ქართველი კომაგების ყურადღება კვიპროსისკენ იქნება მიმართული. რამდენიმე საათის წინ კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა. მონაწილე 24 ნაკრებს შორის საქართველოს ნაკრებიცაა, რომელიც ხვალ პირველ შეხვედრას ესპანეთთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ტრადიციულად პირველი არხი და პირველი არხის სპორტი შემოგთავაზებთ. ჩვენს გუნდს ევრობასკეტზე 5 მატჩი აქვს დაგეგმილი. C ჯგუფიდან გასავალად და პლეი-ოფში გადასასვლელად კი საჭიროა მინიმუმ 2 შეხვედრის მოგება. საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ზედიზედ მე-6-ია, თუ წინა 5 ასპარეზობას გადავხედავთ, ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი ჯგუფიდან ორჯერ არის გასული. კვიპროსის გარდა 2025 წლის კონტინენტის პირველობას კიდევ 3 ქვეყანა მასპინძლობს. როგორ ემზადება საქართველოს ნაკრები საკმაოდ გამოცდილ და ძლიერ მეტოქესთან შესახვედრად და პირდაპირ ეთერში ვთავთ კვიპროს და ლუკა ჭოჭუას. ლუკა, როგორი არის პროგნოზები და მოლოდინები და როგორ მიმდინარეობს მზადება ხვალინდელი შეხვედრისთვის? საღამო მშვიდობის თამთამ მივესალმები ჩვენს მაყურებელსაც, უკვე უთხარი შენ ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენ ახლა კვიპროსში ლიმასოლში ვიმყოფებით, ჩვენს უკან ხმელთაშუა ზღვა არის. ლიმასოლი არის იმ 4-დან ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც მასპინძლობს ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს. შემდეგ ჩვენს მაყურებელს კარგად მოეხსენება, რომ უკვე პლეი-ოფის ეტაპი, დასკვნითი ეტაპი წლევანდელი ევრობასკეტისა რიგაში გაიმართება. ხვალ გამართავს საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას, პირველი ტურის მატჩს და პირდაპირ ჩემპიონებთან გვიწევს დაპირისპირება. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე იქნება ესპანეთი. დღეს ჩვენ გქონდა შესაძლებლობა დავსწრებოდით ორივე გუნდის წინა სამატჩო ვარჯიშს, შესაბამისად წინა სამატჩო პრესკონფერენციასაც, რომლებიც ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ყველაზე უფრო საინტერესო ნაწილი ალბათ იყო ის, რომ ორივე მწვრთნელმა, როგორც ჯიკიჩმა ისე სკარიოლომ ერთმანეთი ძალიან დადებითად დაახასიათეს და ისაუბრეს იმ განსხვავებულ სტილებზე, რომელიც ჩვენს ნაკრებ გუნდებს აქვთ. სკარიოლომ აქცენტი გააკეთა საქართველოს ნაკრების კალათბურთელების ფიზიკურ მონაცემებზე და იმაზე, რომ ესპანეთისთვის უმთავრესი ამოცანა ხვალინდელ შეხვედრაში იქნება სამწამიანის დაცვა და ქართველი მაღალი კალათბურთელებისთვის იმის შესაძლებლობის არ მიცემა, რომ თავის საუკეთესო მატჩი აჩვენონ. თავის მხრივ ჯიკიჩმაც ისაუბრა თავის მეტოქეზე, მეტოქე გუნდის თავკაცზე და განაცხადა, რომ მისი აზრით ის არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია, რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს. ყველა მატჩზე, რა თქმა უნდა, ჩვენ მოსაგებად გავალთ, რა თქმა უნდა, რთულია, ზოგადად ძალიან რთული ჯგუფი შეგვხვდა, ჯგუფიდან გასვლაც არ არის იური, თუ გადავხედავთ ისტორიას, ხო, 5 ევრობასკეტზე ორჯერ ვართ ჯგუფიდან გასულებს, სამჯერ ვერ მოახერხეთ და აქედან ჩვენი ამოცანაც ეს არის, რომ ამ ეტაპზეც გავიდეთ ჯგუფიდან, მაგრამ კიდევ ერთხელ მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ, შეგვიძლია ესპანეთთანაც თამაში ხვალ, უბრალოდ თავარი ფაქტორია ისევ რომ ყველა იყოს ჯამთელად. ესპანეთის ნაკრები მართლა ძალიან კაი ნაკრები ყავს ჩამოყვანილი და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ჩვენ ხვალინდელი თამაში მოვიგოთ. ყველა ძალიან კარგად ახსოვს თბილისში ჩვენ ესპანეთს უკვე ერთხელ მოვიგეთ და ვეცდებით, რომ ხვალინდელი პირველ თამაში იგივე გავიმეოროთ. იმასაც ვეთქვი, რომ ნამდვილად ადვილი არ იქნება ეს თამაში, მაგრამ მაქსიმუმს გავაკეთებთ. განწყობა არის ძალიან კარგი. ვემზადებით დაახლოებით 1 თვეა. ვიცი რომ არ არის იოლი ჩამოხვიდა კვიპროსში და გვიქომაგო, ამიტომაც ყოველს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო, ყოველს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო სახშიმის ვიყურებს და გულიანად ბალეშიკობს, გულშემატკივრობს. რა ვიცი, ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. პირადად მე, ჩემი ოჯახი ჩამოვიდა, ჩემი მეგობრები ჩამოვიდნენ, ყოველვისაც შეეძლო ჩამოსვლა, ამიტომაც ერთი სული გვაქვს, როდის გამოვალთ და ვითამაშებთ საქართველოს სახელით. ამიტომაც მადლობა ყველას. ჩვენ ჯანმრთელობას რაც შეეხება, მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად არის. ორი კვირა არაფერი არ გამიკეთებია, არ შეიძლება და არც გაკეთება, ანუ საერთოდ არაფერი არ გამიკეთებია და უბრალოდ 3 ვარჯიში მოახერხე ხვალინდელ თამაშამდე. აქედან გამომდინარე, ყველაფერს ვცდილობ გავაკეთო იმისთვის, რომ ვიყო მზადყოფნაში, რომ ოდნავ მაინც შევძლო ჩემი გუნდისთვის დახმარება. დიახ, სწორედ ამ თემაზე ვაპირებთ წეგან საუბრის გაგრძელებას. თორნიკე შენგელია გახდათ პრესკონფერენციის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი თემა. ცხადია, კალათბურთის ქართველ და არა მხოლოდ ქართველ გულშემატკივრებს ძალიან აინტერესებდათ, მოახერხებს თუ არა ის ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას. პასუხი თავად თორნიკესგან უკვე მოისმინეთ. თუ კი იქნება უმცირესი შანსი მაინც იმისა, რომ თორნიკემ ხვალი ასპარეზოს, იგი ნაკრებს აუცილებლად დაეხმარება და ეს დამაიმედებელი ინფორმაციაა, ისევე როგორც ის, რომ ბოლო 4 დღეში, რომელიც ჩვენმა გუნდმა კვიპროსში
გაატარა მათ მოახერხეს სრული შემადგენლობით ვარჯიში და ესეც რა თქმა უნდა იქნება ერთ-ერთი დადებითი ფაქტორი ესპანეთთან დაპირისპირების წინ. ხვალ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი დროით 15 საათზე, ხოლო თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება საქართველოს ნაკრების 2025 წლის ევროპასკეთზე პირველი დაპირისპირება ვეთამაშებით ესპანეთის უძლიერეს ნაკრებს. ზედიზედ მე-6-ე ვასპარეზობთ ევროპასკეთზე, ორჯერ ვარ ჯგუფიდან გასულები და გვინდა რომ მესამედაც მოვახერხოთ ამის გაკეთება, ასე რომ წარმატება საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ხვალინდელ შეხვედრაში და მთლიანად ჯგუფურ ეტაპზე და ტურნირზე იმისათვის რომ მოახერხოს რიგაშიც უკვე პლეი-ოფში ასპარეზობის გაგრძელება, თუმცა ნაბიჯ უნდა მივყვეთ რა თქმა უნდა წინ პირველი მატჩია ესპანეთთან დაპირისპირება და ამ შეხვედრას იხილავს ხვალ პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხის მაყურებელი. ჩვენ კი კიდევ ერთხელ წარმატება უსურვოთ ქართველ კალათბურთელებს, ხვალ უძლიერესი მეტოქის წინააღმდეგ ვისურვოთ მათ სენსაციის მოხდენა. მადლობა ლუკა ჭოჭუა საუბრობდა კვიპროსიდან პირდაპირ ეთერში წარმატებებს უსურვებთ ხვალ ჩვენს ნაკრებს.